მე ვარ ლეონარდო და ვინჩი. დავიბადე 1452 წელს პატარა ქალაქ ვინჩიში, იტალიაში. ბავშვობიდანვე ვაკვირდებოდი ყველაფერს კარს, წყლის დინებას, ცხოველთა მოძრაობას, ადამიანთა სახეებს. მალე მივხვდი სამყარო ერთ დიდ საიდუმლოს გავს და მე მინდოდა მისი გაშიფრა. ხშირად მეუბნებიან, რომ მხატვარი ვიყავი, მაგრამ მე უფრო მეტი ვიყავი ინჟინერი, გამომგონებელი, მუსიკოსი, ანატომი. ჩემთვის მეცნიერება და ხელოვნება ერთი იყო. ორივე გზა იყო ჭეშმარიტებისკენ. როცა მონა ლიზას ვხატავდი, ვცდილობდი მის ღიმილში დამემალა ის სიღრმე, რასაც სიტყვებით ვერ იტყვი. მისი თვალები დღემდე სვამს კითხვას, რას ხედავ, როცა ადამიანი შენს წინაშე სიჩუმით გიყურებს. საიდუმლო სერობა კი ჩემთვის იყო ადამიანის სულიერი დრამა. წამი, როცა მოწაფეები მიხვდნენ ღალატის სიმართლეს. ყოველი სახე, ყოველი მოძრაობა ადამიანის ბუნების სარკეა, მაგრამ ჩემი გონება ვერ ჩერდებოდა მხოლოდ ფერწერაზე. ვხსნიდი სხეულებს, რათა მემეცნა სიცოცხლის სტრუქტურა. ვხატავდი მანქანებს, რომლებიც საფრენ აპარატებს გავდა, ტანკებს, წყალქვეშა ნავებს. ვიცი, ბევრი მათგანი მხოლოდ ოცნება იყო, მაგრამ ოცნებებში მომავლის ფესვებია. ხშირად დამძამეს, რომ ნამუშევრებს ბოლომდე არ ვასრულებდი. სიმართლე ისაა, რომ მე არასდროს ვგრძნობდი დასრულებას. ყოველი ხაზი, ყოველი ფერი მხოლოდ გზა იყო უფრო ღრმა ცოდნისკენ. მე ვიცხოვრე, როგორც მომსწრე ამ ქვეყნიური სილამაზისა და სირთულისა. და თუ რამე მინდა რომ დაგიტოვოთ, ეს არის ერთი აზრი იცხოვრეთ ისე, რომ მუდამ სწავლობდეთ. და როცა ბუნებას უყურებთ გახსოვდეთ, მასში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.